ღირსი პორფირი კავსოკალიველი. მონაზნის ცხოვრება უცხოება, მოხეტიალე ცხოვრებაა. ეს ხეტიალი და უცხოება საკუთარ თავზე გამოვცადე. ყველასგან და ყველაფრისგან შორს შენ იღწვი, ლოცულობ და მხოლოდ უფალი გხედავს. ძალიან მომწონდა უდაბნო, ახლაც მომწონს. კარგი იქნებოდა კავსოკალივში რომ წავსულიყავი. ჩემთვის დიდად სასიხარულოა კავსოკალივში ჩასვლა. ძალიან კარგია, როდესაც მოღვაწე ერთ ან რამდენიმე ერთსულოვან და ერთ აზრ ძმასთან ერთად ცხოვრობს. როცა ერთსაც იგივე სურს, რაც მეორეს. ერთი რომ წარემატება სულიერ ცხოვრებაში, მეორეც წარემატება. ყველა ერთად იღწვის და სულიერი სიხარულით ხარობენ, რომელსაც მათ ქრისტე მიმადლებს. ისინი მთელი ქვეყნისთვის მოკვდნენ. ამდენად მოღვაწე კი არ ზიანდება, არამედ ძლიერდება. ის, რაც მოღვაწე მარჩია, ყველაზე დიდებული, ყველაზე კურთხეული და ყველაზე წმიდაა. მისთვის საკმარისია ეცადოს, რომ ქრისტე შეიყვაროს. თუ კი მოღვაწე ქრისტეს შეიყვარებს, მაშინ შეგნებულად მიანდობს თავს ქრისტეს და მოღვაწეობას გააგრძელებს, რათა მთელი სულით მიენდოს უფალს. მაგრამ თუ მონაზონი ამას ვერ აღწევს, მაშინ კარგი იქნება ეკლესიაში იღვაწოს რაიმე სხვა სახით. მონაზვნის და საერთოდ ქრისტიანის მიზანი ღვთისგან ნიჭების მიღება კი არ არის, არამედ სიყვარულია. მუდამ სიმართლე თქვი. ყველაფერი, რასაც აკეთებ, მშვიდად, წყნარად აკეთე, ილოცე, რომ უკეთესი გახდე. კეთილი, მორჩილი, მომთმენი იყავი და ნუ იზარმაცებ. გადაჭარბებული მგრძნობიარეც ნუ იქნები. გამრჯე იყავი და შენით ბევრს ნუ ილაპარაკებ სარწმუნოებაზე და ღმერთზე, სანამ არ გკითხავენ. ყველასთვის მაგალითი იყავი ქრისტეს მიბაძვით. ერთხელ, როდესაც მამა პორფირს ვუთხარი, რომ მონასტერში ჩემი წასვლა გადაწყდა და რამდენიმე დღეში უნდა აღვეკვეცეთ, მას ძალიან გაუხარდა. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ, მრავალი რჩევაც მომცა. ბოლოს დამშვიდობებისას ხელი გამომართვა და მეამბორა, სრულიად ბუნებრივად. იდუმალება მომიცვა, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე. მაშინ მამა პორფირმა მკითხა, აბა რა მოვიმოქმედე ახლა? თქვენ ხელზე მეამბორეთ მე, წყეულსა და უღირს. მაშა სადამე უნდა იცოდე, რომ აღკვეცით ქრისტემ კერჩი გიკრავს და გეამბორება. შენ მისთვის ახლობელი ადამიანი ხდები და შენთვისაც ახლობელი გახდება იგი. იცოდე, რომ შენთვის ვილოცებ, რადგან ძალიან მიყვარხარ, ფაქიზი სული გაქვს და კარგი მონაცემები იმისთვის, რომ ძლიერ გიყვარდეს ქრისტე. სწორედ ის უნდა გიყვარდეს. უკვე თუ მთელი გულით შეიყვარებ ქრისტეს, მაშინ არავითარი სიძნელეები არ გექნება. გიყვარდეს მორჩილება და სიმდაბლე. მაშინ შენ ყოველგვარი თავის იძულების გარეშე ბუნებრივად ქრისტეს მიერი სიყვარულით შეიყვარებ ყველა ძმას, რადგან მაშინ არათუ შენ გეყვარება ისინი, არამედ თვით უფალი იესო ქრისტეს ეყვარება ისინი, რომელიც შენს გულში ცხოვრობს. ჩვენი ნაცნობობის დასაწყისში უხუცესმა მიამბო, ათონის წმინდა მთაზე ჯერ კიდევ ბავშვი ამოვედი. მაშინ 13 წლისა ვიყავი და მე არ მქონდა ის განსაცდელები, რაც ასაკით ჩემზე უფროსებს აქვთ ხოლმე. ყოფილ შეყვარებულებს წუხილით რომ იხსენებენ და სხვა ამისთანა. მე სხვანაირი განსაცდელი მქონდა, რადგან ძალიან მიყვარდა მშობლები, ეშმაკმა წარმოსახვის საშუალებით ისინი წარმომიჩინა, როგორც ჩემს წინაშე ცოცხლად მდგომნი და მე ავტირდი დაუოკებლად. მაგრამ მონაზვნად რომ აღკვეცეს, ეს განსაცდელი განქარდა. ქრისტე ხომ ამბობს, რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედაი უფრო ის ჩემსა, არა არს იგი ჩემ და ღირს.
უხუცესი პორფირი ჭეშმარიტი სიმდაბლით და ქრისტესადმი სიყვარულის წყალობით ყმაწვილობიდანვე უფლის ჭვრეტის ღირსი შეიქმნა. ეკლესიის უნივერსიტეტში დედათა მონასტრის აშენებას რომ ვფიქრობდი, მრავალი აზრი მომდიოდა. უმთავრესი იყო, რომ თავი მომეყარა რამდენიმე მონაზვნისათვის. ყველა მათგანი გვერდით მყოლოდა, რათა ქრისტეში ვყვარებოდი მათ და მეც ქრისტეში მყვარებოდა ისინი. მინდოდა, რომ ისინი ნამდვილი მონაზვნები ყოფილიყვნენ, მონაზვნური ცხოვრების სული ჰქონოდათ, შურისა და ყოველივე იმის გარეშე, რაც როგორც წესი ქალებს აქვთ ხოლმე და მსურდა მათ შორის სიყვარული და წესრიგი ყოფილიყო. მსურდა აგრეთვე, რომ ხელსაქმით დავკავებულიყავით რაიმე ხელობით, რომელიც დღეში 2-3 საათს დაიკავებდა. მაგრამ სიმძიმის ცენტრი ეკლესიის უნივერსიტეტზე მინდოდა გადამეტანა, ანუ გალობაზე, კანონებზე, შუაღამიანზე, ჟამნობაზე, ფსალმუნებზე, რვახმათაზე, მარხვანსა და ზატიკზე. ყველაფრის წაკითხვა მსურდა, რისი შესაძლებლობაც იქნებოდა და რაც ტიპიკონში ეწერა. ხოლო ფსალმოს ტრაპეზამდე წავიკითხავდით, რათა დებს ღამით არ ეკითხათ და არ დაქანცულიყვნენ. გალობა და კითხვა უდიდეს საქმედ მიმაჩნია, ძალიან დიდ საქმედ, რადგან ადამიანი ამ გზით იკურთხება, თავადაც რო ვერ ამჩნევს, ისე იძენს სიყვარულსაც და მორჩილებასაც. ყველაფერს იძენს, როდესაც წმიდათა სიტყვებს ისმენს თვენიდან, რვახმათაგან და სხვა მსგავს საკითხავთაგან. ამით უნდა დავკავდეთ მუდმივად და გულისყურით. ამას უნდა მივუძღვნათ თავი და ეს უნდა იყოს ეკლესიაში ჩვენი ყოველდღიური ტკბობა და ყოველდღე ტრაპეზის წინ 1 ან 2 საათით ადრე უნდა დავსხდეთ და ვიკითხოთ დიდი მამები. ხოლო საღამოს კვლავ ერთობით კითხვა და სენაკშიც ამისთვის გარკვეული დროის განაწესი უნდა იყოს. ბევრს ასეთი ჩვეულება აქვს, გარკვეულ დროს სამგზის ირეკება ზარი, 10 წუთის მანძილზე. მონასტრის ყოველი წევრი, სადაც არ უნდა იყოს, მუხს იდრეკს და წარმოთქვამს, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. პრაქტიკაში ეს არ არის ადვილი, მაგრამ იცით რა კარგია. თქვათ, როდესაც ბაღს რწყავ და ზარის ხმაზე მუხს მოიყრი, ხოლო ყველა თუ ეზოში გამოვა, სიჩუმეში მუხს მოიყრის და ასე 10 წუთის განმავლობაში ძლიერად ყველა ერთად როგორც ერთი, ისე წარმოთქვამს ლოცვას, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. სადაც არ უნდა ვიყოთ, გონიერი ლოცვით ქრისტეში გავერთიანდებოდით და შემდეგ სამუშაოს კვლავ გავაგრძელებდით. მაშასადამე მონასტერი სკოლა უნდა გახდეს, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ერთხელ უხუცესი ერთ მღვდელმთავარს შეხვდა. მეუფე მისი ბერობის შესახებ რომ შეიტყო, შესჩივლა და უთხრა, რომ ბერები საზოგადო მსახურებას და ყველა ქრისტიანზე ზრუნვას ეპისკოპოსებს უტოვებენ, თავად კი მთაში გარბიან და მხოლოდ საკუთარი სულის ხსნაზე ზრუნავენო. მამა პორფირი თავჩაქინდრული უსმენდა. მოსაუბრე რომ დადუმდა, უხუცესმა მიუგო, მეუფეო, როდესაც თქვენ საუბრობთ, მაშინ თქვენი სიტყვები უშუალოდ ადამიანთა სმენას მიემართება, ხოლო როდესაც ბერები საუბრობენ, მათი სიტყვები ჯერ ღვთის სმენამდე აღწევს, ხოლო შემდეგ უკვე ადამიანებამდე.